ძალიან დიდი სივრცე იყო და აი ახლა გაკეთდა გადაცემა ბექა გაბისკირიაზე, მიიღებს გაბისკირია ბურთს, კარგი მომენტი აქვს ტყიბულის მეშახტეს, გაბისკირია ჩააწოდა საჯარიმოში, შესანიშნავი დარტყმა და ანგარიში გაიხსნა. ძალიან მაგარი თავური დარტყმა 1-0 გიორგი გოგოლაშვილის გოლით იგებს კახაჩხეტიანის გუნდი. ნახავთ რა მარტოდ არის დარჩენილი გაბისკირია, ჩაირბინა ბექა მიუსწრო ამ ბურთს და მერე უკვე გიორგი გოგოლაშვილი პოზიციური ორთაბრძოლა მოიგო, დასწრებაზე ითამაშა და ანგარიში გახსნა კიდეც 1-0 იგებს ტყიბულის მეშახტე და გიორგი გოგოლაშვილის პირველი გოლი ტყიბულური გუნდის მაისური. დაწინაურდნენ სტუმრები დღევანდელ დაპირისპირებაში იგებს კახაჩხეტიანის გუნდი. სხვათა შორის ეს არის გოგოლაშვილისთვის მესამე გოლი. რაჭკვიანური პასი კეთდება, კარგი მომენტი დარტყმა, შოვნაძე მოიგერია, თუმცა თამაშგარე მდგომარეობაა და გოლი გაუქმდა. დიუფი იყო თამაშგარე მდგომარეობაში. აქ არის თამაშგარე მდგომარეობა. ესე გამოჩნდა და თითქოს და შოვნაძემ ურთულესი ბურთი მოიგერია და გოლი ითვლება. 1-1. ანგარიში გაათანაბრა გორის დილამ. აი აქაც არ არის არანაირი თამაშგარი მდგომარეობა. თავისუფლად მიიღო ბურთი. აი ზოგს უკან გაკეთებული გადაცემა და გავიდა ეს პასი დიუფის დარტყმა და მერე უკვე შოვნაძემ ძალიან რთული ბურთი მოიგერია, მაგრამ შეყილაძე შეფრინდა კარში და წონასწორობა აღადგინა. 1-1 ტაბლოზე გორის დილას ფეხბურთელებმა რჩება ბურთი, ვნახოთ კარგი შანსი აქვს გორელებს, შეყილაძე მისი გადაცემა, ფარულავა დარტყმა, არაზუსტია. უკეთ შეიძლებოდა ამ ეპიზოდში მოქმედება. აუცილებლად უნდა გააოსოთ სტადიონი. აქ რა კარგი მომენტია და ხედავთ შეყილაძე შეეძლო დუბლის შესრულება. შოვნაძის ცუდი პასი. ცარიელ კარში უნდა გაეტანა შოთა შეყილაძეს და ვერ მოახერხა ეს ყველაფერი. უკვე ისე დაუხვედრა ფეხბურთელს, რომ გაეგორებინა. ისევა გრძელდება გორელთა შეტევა, კარგი მომენტი, ისევ კიკაბიძეზე გადაცემა შეიძლება ჩაწოდება საჯარიმოში და ლევონ შოვნაძე ადგილზეა. ფარულავა, გამურბენი, გაუშვა ბურთი კარში და შოვნაძემ მოიგერია ეს ბურთი. ბურთს ინარჩუნებს მოძრაობები, უკან პასი, კობახიძე შორი მანძილიდან გასროლა და ლევან შოვნაძემ კარგად ითამაშა ამ ეპიზოდში. ჩაწოდება საჯარიმოში, დიუფი აიტანა გორის დილამ 53 წუთზე და გავიდა წინ. კიდევ ერთხელ ეს მომენტი. შეხვედრის 42 წუთზე დიუფის გოლით Starsi gadani golis autorია მუჰამედ დიუფის გოლით კი ბატონო. ნომერი 24 მოახერხეს და ჩაწოდება საჯარიმოში. ტყიბულელებმა გამოიტანეს ანოფი და 11 მეტრიანი დარტყმა ინიშნება ტყიბულის მეშახტის კარში. შეყილაძე დაარტყა, გაიტანა, ანგარიში ხდება 3-1, 51 წუთზე დუბლი შეასრულა შოთა შეყილაძემ და ანგარიში გახადა 3-1. ხედავთ. კარგი დარტყმა. მოძრაობა. უტევენ გორელები, პასი, ჩაწოდება, შეყილაძე, ძელს ხდება ბურთი. დღეს შეყილაძეს ქონდა პოკერის შესრულების შანსი. აქ უტევს მეშახტე, კარგი მომენტია, პაპუაშვილის შორიდან დარტყმა.
გორელებს კარგი გათამაშება, კანტე საჯარიმოშია, ჩააწოდა და ძალიან ცუდი დარტყმა. დიუ შეეძლო დუბლის შესრულება, თუმცა ეს შანსი ვერ გამოიყენა. გაისმის საფინალო სასტვენის ხმა, მოიგო შეხვედრა გორის დილამ.